ირანმა კვლავ დაუმიზნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დაკავშირებულ გემებს ჰორმუზის სრუტეში და კრიზისი ახლა მთელ ყურეში საშიშ ეტაპზე შევიდა. ამ ოთხშაბათს 2026 წლის 6 მაისს საამიროები მეორე დღეა ზედიზედ გახდნენ სამიზნე ამ ახალი ტალღის დრონებისა და რაკეტების შეტევების, რომლებიც ირანს მიეწერება. შეტევა მოხდა მარშრუტს, რომელსაც კომერციული გემები და ნავთობის ტანკერები იყენებენ. მაშინ, როცა შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ცდილობდნენ თავისუფლების პროექტის ფარგლებში გზის გახსნას. რაც დაიწყო როგორც ზეწოლა სპარსეთის ყურეში გაჩერებულ სატვირთო გემებზე, ახლა გადაიქცა ღია დაპირისპირებად ირანის რევოლუციურ გვარდიას, საამიროებსა და რეგიონში ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნას შორის. ამ ყველაფერს ახლავე გეტყვი, მაგრამ ახლა გინდა რომ არტზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე, მიიღო ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ყველაზე მგრძნობიარე სამიზნე იყო ხომალდი, რომელიც დაკავშირებულია ადენოკთან, საამიროების ენერგეტიკულ გიგანტ სახელმწიფო კომპანიასთან. საერთაშორისო მედიაში ციტირებული საამიროების ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ხომალდი ირანული დრონებით დაესხნენ ჰორმუზის სრუტეში, საამიროების სანაპიროსთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე. ამ კონკრეტულ თავდასხმაში ხომალდზე ამ დროისთვის არ დადასტურებულა დაღუპულები ან დაშავებულები. ეს ფაქტი არ ამცირებს შემთხვევის მნიშვნელობას. თავდასხმის უკან დგომი გზავნილი ნათელი იყო. ირანმა სცადა ეჩვენებინა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია დაემუქროს ხომალდებს, პორტებსა და ენერგორესურსების მარშრუტებს, ამერიკული სამხედრო ზეწოლის მიუხედავადაც კი. ხომალდი ნავთობის ვაჭრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზონაში იმყოფებოდა. პრობლემა ისაა, რომ ბოლო დღეებში ირანი მხოლოდ ამერიკულ სამიზნეებს არ ესროდა. ასევე განახორციელა თავდასხმები ხომალდებსა და ახლომდებარე ქვეყნებთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე, შიშის გავრცელების, ნავიგაციის შეჩერებისა და ნაკლებად სუსტი პოზიციიდან მოლაპარაკებების იძულების მცდელობის ფარგლებში. ემირატების პასუხმა გადააჭარბა მოსალოდნელ ზღვარს, რადგან აბუ-დაბიმ აღარ განიხილავდა საქმეს შორეულ გაფრთხილებად და დაიწყო მოქმედება როგორც პირდაპირ თავდასხმული ქვეყანა. საჰაერო თავდაცვა გააქტიურდა, ფრენები გადამისამართდა, სკოლები 5-დან 8 მაისის ჩათვლით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და ქვეყანა დაიწყო მოქმედება კონტროლირებადი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში. სკოლებში მიღებული ზომა აჩვენებს, რომ მთავრობამ ეს ეპიზოდი არ აღიქვა როგორც იზოლირებული სამხედრო ხმაური. მან ეს დაინახა როგორც რეალური რისკი სამოქალაქო პირებისთვის, ინფრასტრუქტურისა და ეროვნული რუტინისათვის. ყველაზე სერიოზული ის არის, რომ თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა ვაშინგტონი ცდილობდა სპარსეთის ყურეში გაჩერებული ან შეჩერებული ხომალდების დაცულ საზღვაო დერეფანში გატარებას. პროექტი თავისუფლება დონალდ ტრამპმა წარადგინა როგორც ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ხომალდების ჰორმუზის სრუტეში გატარებას და იმის ჩვენებას, რომ რევოლუციური გვარდია მარტო არ წყვეტს, ვინ გაივლის და ვინ დარჩება გაჩერებული. როიტერსისა და ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებული შტატების დალებმა ჩამოაგდეს დრონები და რაკეტები, ასევე გაანადგურეს მცირე ირანული ნავები, რომლებიც ჩარევას ცდილობდნენ. თავის მხრივ რევოლუციურმა გვარდიამ როგორც ჩანს ქაოსზე გააკეთა ფსონი. იმ დროს, როცა ირანელი დიპლომატები რეგიონულ არხებზე მოლაპარაკებებს ცდილობდნენ, ირანანის სამხედროები მუქარებს უგზავნიდნენ გემებს და ამოწმებდნენ სპარსეთის ყურის მეზობლების რეაქციას. ცირკულირებს ინფორმაცია, რომ დაძაბულობა თავად ირანის მთავრობაშიც კი შეინიშნება. პრეზიდენტი მასუდ პესეშკინი უკმაყოფილოა სამხედრო მოქმედებებით, რომლებიც პოლიტიკური კოორდინაციის გარეშე განხორციელდა. ეს აჩვენებს, რომ ირანი გაყოფილია მათ შორის, ვინც ცდილობს მოლაპარაკებას რეჟიმის გადასარჩენად და მათ შორის, ვინც ამჯობინებს სიტუაციის გამწვავებას, რათა დამარცხებულად არ გამოჩნდეს. შეტევა ემირატებზე მხოლოდ სამხედრო არ ყოფილა. ეს ასევე იყო ეკონომიკური დაშინების მცდელობა. ენერგეტიკასთან დაკავშირებულ გემზე დათქმით, თეირანი გზავნოს უგზავნის ბაზარს. ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ზეწოლა შეიძლება ძვირად დაუჯდეს ნავთობის მარშრუტს, მაგრამ ამ გათვლაში უზარმაზარი რისკია. ემირატები იზოლირებული სამიზნე არ არის. ისინი შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეები არიან. მათ მასპინძლობენ გლობალურ ეკონომიკურ ინტერესებს. და ცენტრალური როლი აქვს სპარსეთის ყურის ლოგისტიკაში. აბუ-დაბისთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმა ნიშნავს ახალი ფრონტის გახსნას, რაც შეიძლება ვაშინგტონს, ისრაელს და სხვა ქვეყნებს უფრო მკაცრი პასუხისკენ უბიძგოს. აი სწორედ აქ იცვლის კრიზისი მასშტაბს. ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი განიხილავენ ირანული რაკეტების გამშვები დანადგარებისა და ერთ-ერთი ენერგოობიექტის დაბომბვას, როგორც პასუხს ემირატებზე თავდასხმაზე.
ამავე დროს ტრამპმა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს თავისუფლების პროექტის ნაწილი. განაცხადა, რომ კვლავ იმედოვნებს თეირანთან შეთანხმების მიღწევას ირანის პორტებზე ზეწოლის შენარჩუნების ფონზე. ფაქტობრივად ვაშინგტონი ამ ეტაპზე თითქოს თავს იკავებს მთავარი დარტყმისგან, თუმცა ინარჩუნებს ძალებს საფასუხო მოქმედებისთვის მზად ყოფნაში. რა მოხდება ახლა? დამოკიდებულია სამ ნაბიჯზე. პირველ რიგში თუ ირანი გააგრძელებს დრონებისა და რაკეტების გაშვებას ემირატების ან სავაჭრო გემების წინააღმდეგ, სამხედრო პასუხის ალბათობა იზრდება. მეორე, თუ ემირატები აღმოაჩენენ ახალ საფრთხეებს პორტების, აეროპორტების ან ენერგეტიკული ობიექტების მიმართ, აბუ-დაბი სავარაუდოდ გაამკაცრებს შიდა დაცვას და უფრო მეტ ამერიკულ მხარდაჭერას მოითხოვს. მესამე, თუ რევოლუციური გვარდია პირდაპირ დაუპირისპირდება ამერიკულ გემებს, კრიზისი შეიძლება აღარ იყოს უბრალოდ დაპირისპირება. მესამე, contenção e virar confronto naval aberto. თავარი ფაქტი ეს არის. ამ ბოლო პერიოდში ემირატები მეორე დღეა ზედიზედ განიცდიან თავდასხმებს. ეს სცენარი მძიმე ისტორიულ ეპიზოდს მოგვაგონებს. თეირანის სრუტის დახურვა 1967 წელს. 1967 წლის მაისში გამალ აბდელ ნასერის ეგვიპტემ თეირანის სრუტე დახურა ისრაელთან დაკავშირებული გემებისთვის და რეგიონიდან საერთაშორისო ძალები გაიყვანა. ეს სრუტე მნიშვნელოვანი იყო ისრაელის წითელ ზღვაზე წვდომისთვის და თელ-ავივმა ეს ნაბიჯი თავისი ეკონომიკური და სამხედრო გადარჩენისთვის პირდაპირ საფრთხედ აღიქვა. რამდენიმე დღეში 1967 წლის 5 ივნისს დაიწყო 6-დღიანი ომი, რომელშიც ისრაელი ეგვიპტეს, სირიასა და იორდანიას ებრძოდა. იმ ეპიზოდის გაკვეთილი დღესაც აქტუალურია. როდესაც ერთი ქვეყანა ცდილობს მეორის საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვას სტრატეგიულ წერტილში, კონფლიქტი შეიძლება სწრაფად გადავიდეს დიპლომატიიდან სამხედრო დაპირისპირებაში. ზუსტად ამიტომ ირანის თავდასხმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან დაკავშირებულ გემებზე ჰორმუზის სრუტეში ასე მნიშვნელოვანია. საუბარი არ არის მხოლოდ ერთ დაზიანებულ გემზე, არამედ მცდელობაზე, რომ ენერგორესურსების მნიშვნელოვანი მარშრუტი გადაიქცეს ზეწოლის იარაღად მეზობლებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეების წინააღმდეგ. სხვა მაგალითებიც აჩვენებს იგივე მოდელს სხვადასხვა მიმართულებით. 2019 წლის 14 სექტემბერს არამკოს ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები აპკაიქსა და ქურაისში დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა. ვაშინგტონმა და რიადმა ეს თავდასხმა ირანს დააბრალეს, თუმცა თეირანმა უარყო ბრალდება. ზემოქმედება მყისიერი იყო, რადგან ერთდროულად შეეხო ენერგეტიკას, ბაზარსა და რეგიონულ უსაფრთხოებას. უახლეს პერიოდში წითელ ზღვაში ჰუსიტებმა, რომლებიც ირანული ღერდის მოკავშირეები არიან, დრონები და რაკეტები გამოიყენეს სავაჭრო გემების წინააღმდეგ, რამაც აშშ-ს გაერთიანებულ სამეფოსა და პარტნიორებს სამხედრო ქმედებებისკენ უბიძგა საზღვაო მარშრუტების დასაცავად. სტრატეგია მეორდება, გამოიყენონ ჯგუფები, დრონები და საზღვაო სრუტეები, რათა უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებს პოლიტიკური ფასი გადაახტევინონ. ემირატების შემთხვევაში ირანის გათვლა შეიძლება ძვირად დაუჯდეს. აბუ-დაბი არ სურს ხანგრძლივი ომი, მაგრამ ასევე ვერ მიიღებს იმას, რომ ნავთობის ტანკერები, პორტები და ქალაქები საფრთხეში იყოს. ამიტომაც საჰაერო თავდაცვის, სკოლებში ცვლილებებისა და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციის გზით რეაგირება აჩვენებს, რომ ემირატებმა თავდასხმა წითელ ხაზად მიიჩნიეს. რევოლუციურმა გვარდიამ სცადა სპარსეთის ყურის ქვეყნების დაშინება. შედეგი შეიძლება საპირისპირო იყოს, მეზობლების თეირანის წინააღმდეგ გაერთიანება და უფრო კოორდინირებული პასუხისთვის სივრცის გაჩენა. ამავე დროს ეს სიტუაცია ირანის რეჟიმის სუსტ მხარეებსაც აჩვენებს. თუ ირანის პრეზიდენტი დიპლომატიაზე საუბრობს, მაშინ როცა რევოლუციური გვარდია გემებსა და მეზობლებს ესურის, მსოფლიო ხედავს მთავრობას, რომელიც სრულად ვერ აკონტროლებს საკუთარ სამხედრო მანქანას. ეს ასუსტებს ნებისმიერ მოლაპარაკებას. საბოლოო ჯამში რა აზრი აქვს დიპლომატის დაპირებას სიმშვიდეზე, თუ ამავე დროს დრონები ემირატების ხომალდებისკენ მიემართებიან? საკითხავია, ვინ მართავს რეალურად თეირანს? მოლაპარაკე მთავრობა თუ იდეოლოგიური შეიარაღებული ძალა, რომელიც ყველაფერს დაპირისპირებაში რისკავს? შეერთებული შტატებისთვის გამოწვევაა სწორად დაარეგულიროს პასუხი. დიდმა თავდასხმამ შეიძლება საბოლოოდ დაანგრიოს მყიფე ზავი. სუსტი პასუხი კი შეიძლება ახალ თავდასხმებს მისცეს ბიძგი გემებზე, ბაზებსა და მოკავშირეებზე. ამიტომ ვაშინგტონი ცდილობს ერთდროულად ორი გზავნილი გააგზავნოს. ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა, მაგრამ ამერიკის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტის მარშრუტს არ დატოვებენ. ეს არის ამ მომენტის ყველაზე დელიკატური ნაწილი. ირანი ზღვარს ცდის, ემირატები უძლებენ ზეწოლას.
და შეერთებული შტატები ითulis, სადამდე შეუძლიათ წასვლა ისე, რომ მთელი ყურე ახალ ომის ფრონტად არ გადააქციონ. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.